მოკლედ მეგობრებო, თავი რო აღარ შეგაწყინოთ ხოლმე ხანგრძლივი ანალიზებით, მოდით მოკლე ნიშნულამდე მივიდეთ. ესეთია შემდეგი მოცემულობა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფეხზე კიდია საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რატომ, ხო? ანუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სარგებლობს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ხარდაჭერით, პრეტენზიას უყენებს ძალოვნებს, რომ ისინი არ ემსახურებიან ევროპას. და კანონი თქვენ გეუბნება, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ. ეს ერთი. და მეორე ფლანგი, რომელიც თავს პოზიციონირებს როგორც კონსერვატიული ძალა. შესაბამისად სუვერენისტები უნდა იყვნენ, ხო? მაგრამ ისინი თავის ამომრჩეველს ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ სხვა კონტინენტზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვა პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში მის ამომრჩევლებს მოუგვარებს პრობლემებს. Mr. Trump, აბა თქვენი ცით. ერთნი ელოდებით ტრამპს, რომ ყველაფერი დაალაგოს ჩვენს ქვეყანაში და მეორენი პრეტენზიებს უყენებთ ძალოვნებს, რომ ისინი არ ემსახურებიან ევროპას და ეურჩებიან. სად არის აქ საქართველოს ინტერესი? ანუ მთავარი მიზეზი დაპირისპირების და დაძაბულობის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის დასავლეთის გამო და არა საქართველოს გამო. სინამდვილეში ეს ასეა. დასკვნაც შემდეგნაირია. ამომრჩევლებსაც კიდიათ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სამწუხაროდ.